გადის თუ არა ივანიშვილი გზას, რომელიც მანამდე რუსმა ოლიგარქებმა გაიარეს. სურუნავს თუ არა ის სასწრაფო წესით მილიარდიანი ქონების მეტნაკლებად უსაფრთხო სივრცეებში დაბინავებაზე. რა ჩვენებს შიშს, რომელიც ფაქტია, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგაც არ გამქრალა. კალენდარზე ოცნების ნანატრი 20 იანვარი უკვე დადგა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის სანქცირებული ოლიგარქი, როგორც ჩანს, ვითარების გამოსწორებას არც ახალი პრეზიდენტის გუნდისგან ელის. სწორედ ტრამპის გუნდის წევრია ჯო ვილსონი, რომელსაც უკვე სათვალავი აგვერია მერამდენე ტვიტი ეკუთვნის ოლიგარქის სანქცირებაზე. ამჯერად მან სია გამოაქვეყნა, სადაც პირველ საპატიო ადგილს ივანიშვილი იკავებს. მოემზადეთ ივანიშვილი, მადურო, ხამენეი, ომის დამნაშავე პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინპინი, ალბადრის ტერორისტები წერს. ამ ტვიტს ვილსონთან დაურთო ტრამპის ფოტო, წარწერით სანქციები მოდის. ამ შრიფტს სერიალ სამეფო კარის თამაშების მოყვარულები მარტივად იცნობენ. ეს არის ჯორჯ მარტინის წიგნიდან პერიფრაზი გაფრთხილებისა ზამთარი მოდის. უახლოვდება თუ არა პოლიტიკური ზამთარი ივანიშვილს. ოლიგარქი ქონების გადაფორმებას ოჯახის წევრებზე აგრძელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ახალი კომპანია დააფუძნა მისმა ცოლმა ეკატერინა ხვედელიძემ. ეს არის სააქციო საზოგადოება ლუსოლი. კომპანიის ახლად არჩეული დირექტორი გელო კობერიძეა, ის ივანიშვილის დის მაგული ივანიშვილის თანასოფლელია, მედიასთან არ ამბობს, რა იქნება სააქციო საზოგადოების ფუნქცია. კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას ხაზგასმით უთხრა, რომ ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ არის სანქცირებასთან. ლუსოლში ეკატერინა ხვედელიძეს წარმოადგენს ნატო ხაინდრავაის ბანკი, ქართულ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, კომპანიის მმართველი ორგანოს წევრები კი არიან ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან. კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, ასე სრულდება ოფშორებიდან გამოქცევის გეგმა და კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული თანაინვესტირების ფონდიც სწორედ ამ სააქციო საზოგადოებაზე გაფორმდება. და შეგახსენებთ, რომ ეკატერინა ხვედელიძე არის სწორედ ამ ფონდის ბენეფიციარი. როგორც ჩანს, ივანიშვილი ასრულებს ოფშორებიდან გამოქცევას და მთელი თავისი ქონების საქართველოში თავმოყრას. ამჯერად მისი მეუღლის ეკა ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოება ლუსოლი, სადაც მაღალი ალბათობით თავმოყრილი იქნება კაიმანის კუნძულებიდან საპარტნიორო ფონდის მართვაში არსებული პროექტები და მრავალმილიარდიანი ქონება. ივანიშვილს ჰქონდა მარტივი არჩევანი. ან მოესმინა ქართველი ხალხისთვის მისი სამართლიანი კონსტიტუციური მოთხოვნებისთვის, დაეჯერებინა საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის დასავლეთში და ასე გადაერჩინა ქართული სახელმწიფოს მომავალი და მათ შორის დაეცვა საკუთარი ქონება, ან ასე პანიკურად ეზრუნა მხოლოდ საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე და სანქცირების და უმძიმესი კრიზისის რისკის ქვეშ დაეყენებინა ქართული ეკონომიკა და ქართული სახელმწიფო. მანამდე იყო კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება, ამჯერად უტა ივანიშვილის სახელზე. ატუ ჰოლდინგი, ასე ქვია ამ საზოგადოებას, რომელიც ოლიგარქის უფროსმა შულმა საქართველოში იაპონიიდან დაარეგისტრირა. ეს მოხდა მამის სანქცირებიდან ზუსტად 4 დღეში. ივანიშვილმა ქონება ამჯერად ბრიტანეთის ოფშორული ზონიდან ვირჯინიის კუნძულებიდან გადმოიტანა. ეს არის აქტივების დროებითი პარკირება, ასე ამბობს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულიდანი. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ეტაპზე საქართველოში ნაჩქარევად ჰოლდინგური ტიპის კომპანიების დაფუძნება ემსახურება დროებით პარკირებას მისი აქტივების საქართველოში. და ეს არის სანქციების გვერდის ავლის მიზნით გაკეთებული. მას მიეცა ეს გარკვეული პერიოდი, რომ გადალაგებები გააკეთოს და ალბათ რაღაცა ტაქტიკურ სტრატეგიულ რჩევებს იღებს იმის თაობაზე რა გააკეთოს. პირველი სანქციები შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა უფაკმა გამოაქვეყნა. ივანიშვილისა და ოცნების ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყეს ადამიანის უფლებათა დარღვევას და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს, აცხადებდა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის სიაშიც, ანუ სანქცია დაკისრებულთა სიაში. ამ სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს ამერიკულ ფინანსურ სექტორთან კონდეს წვდომა. ამ სიაში ჯერჯერობით არ დაუმატებიათ მისი ოჯახის წევრები, ამიტომ როგორც ჩანს ივანიშვილი ცდილობს გამოიყენოს ეს დერეფანი, რომელიც მას ჯერჯერობით აქვს. ივანიშვილი გადის რუსი ოლიგარქების გზას, მაგრამ დაასრულებს ისე, როგორც რუსი ოლიგარქები ასრულებდნენ, ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამ თემაზე.
მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ აი ცნობილი პასკვილი რაღაცა ბოდვის წერილი რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაკავშირებით გამოაცხო ქართულმა ოცნებამ ვფიქრობ რომ სრულიად ნათელი გახდა როგორც შეეშინდა მოსალოდნელი სანქციების ლონდონიდან რატომ იმიტომ რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი და მისი კომპანიების უდიდესი ნაწილი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კონსულებზეა განლაგებული და ამიტომ ეს არის გზა რომელსაც ახლა ის გადის რაც თავის დროზე რუსმა ოლიგარქებმა გაიარეს სანქციებისთვის თავის სასარგებლოდ მაგრამ ცუდი ამბავი გვაქვს მისთვის რომ როგორც რუსმა ოლიგარქებმა ვერ აიდიდეს თავიდან სანქციები ზუსტად იგივეს ვერ მოახერხებს შტატებამდე იყო სანქციების მოლოდინი დიდი ბრიტანეთის მხრიდან. აქ თემთა პალატაში ჯერ მხოლოდ წინადადებაა შესული. ინიციატორი პარლამენტარი ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკლიერია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ეს სანქციები ძალაში შევიდა, მაშინ რისკის წინაშე დგებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებული ათობით კომპანია. საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, ეს არის ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია. კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ჩამონათვალს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი დაასანქცირებდა ივანიშვილს. რა ქონება აქვს მას ვირჯინიის კუნძულებზე გაფორმებული უბრალოდ რა კომპანიები სადაც იმართება უკვე მისი აქტივები თბილისში. ეს არის ქართულ ბანკი, ასევე ფონდი ქართულ, გალერეა თბილისი და აქსის ტაუერსი. ამ ჩამონათვალში ხვდებოდა ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ივანიშვილი ტევ-იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. საინტერესოა რომ რუხაძე არ ღვევს ტელეიმედის იზოლაციას და ის დღეს რადიო თავისუფლების პოდკასტში უნდა იყოს სტუმრად. სწორედ ამ რადიომ გაავრცელა თავის დროზე ინფორმაცია, რომ რუხაძის გვარიც არის მომავალ სანქცირებულთა სიაში, რომელიც შეადგინეს კონგრესმენებმა და რომლებიც სავარაუდოდ უკვე დევს ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მაგიდაზე ეს მცირე გადახვევისთვის. ჩამონათვალში ასევე ექცევა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიც ივანიშვილის სასტუმროებია. ეს არის სასტუმრო პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში, აბასთუმანში და სხვა სასტუმროები. ამავე სიაშია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ივანიშვილი უკვე ვანო ჩხარტიშვილთან ერთად არის საქმეში. ამავე სიაშია რუსული კომპანია შეპესე აკვასფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს. მოკლედ სანქციების დამოკლეს მახვილი კიდია არა მხოლოდ ივანიშვილის თავზე, არამედ მთელ მის გარემოცვაზე, მათ შორის ოლიგარქის ინტერესებთან თან შესწრებულ ბიზნესზე. თუმცა კომპანიონებზე ოლიგარქი როგორც ჩანს მაინც ნაკლებად ზრუნავს. ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერკულეიშვილმა თქვა, რომ მისთვის შტატებში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი ლობისტების დახმარებით ამ თემის შემსუბუქებას ცდილობს, ოღონდ ცდილობს ისე, რომ არაფერს ითხოვს საქართველოსთვის და სწორედ ეს არის ყველაზე საეჭვო ამერიკული წრეებისთვის. სანქციების პარალელურად ივანიშვილს კიდევ ერთ ბანკთან იულიუს ბაერთან დავაც წამოეწია. ივანიშვილის ადვოკატის თქმით, ოლიგარქს ბარიერი ექმნება ოჯახის წევრების აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კრედიტ სუისის შემდეგ უკვე შვეიცარიულ ბანკთან ვნახავთ მორიგ დავას. თუმცა შტატების სანქცირების შემდეგ ვითარება ივანიშვილისთვის შეცვლილია და განსაკუთრებით მძიმეა.